ფორმულა 1 მშვიდობის სეტანტა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგეთ გადაცემა ბოქსებს პაატასთან და ლიოსთან ერთად. მოგესალმებით, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100% ნატურალური ენერგეტიკული სასმელი. და ასევე თუ გნებავთ ფორმულა 1-ის ბოლებს დაესწროთ პირდაპირ ტრიბუნიდან, შეამოწმეთ матч-დეი ტურზე ეს ყველაფერი. ხო, დღეს არაჩვეულებრივი სტუმარი ყავს, მოდი ვთქვათ, ყველამ ვიცით, რომ ფორმულა 1-ში 44 მოიგო, მაგრამ ჩვენი საყვარელი 44 ყავს, მათე კობახიძეა დღეს ჩვენთან ერთად სტუმრად. მათე პირველ რიგში მოგესალმებით, გეტყვით იმას, რომ ძალიან გვიხარია შენი ყველა წარმატება, მთელი საქართველო შენთან ერთად არის და აი მოგვიყევი როგორ ხარ, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ქვეყანაში დაბრუნება და ზოგადად როგორ ემზადები სეზონის მეორე ნახევარისთვის ფორმულა 4-ში. ხო, ძალიან სასიამოვნო არის საქართველოში სამშობლოში ჩამოსვლა. ძალიან ინტენსიურ ფიზიკურ მომზადებას გავდივარ ახლა. ძალიან მაგრად ვემზადები სეზონის მეორე ნახევრისთვის და ძალიან გამიხარდა, რომ საქართველოს ჩამოვედი და ძალიან დიდი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის თქვენ ბიჭებს. რას ამბობ? პირიქით შენ მადლობა, რომ შენ ესე გააგრძელე და შენ ესე გააგრძელე ესეთი პროგრესი ჩვენ აქ ვართ ყველანი შენ გვერდში. ზოგადად კარტინგიდან ეგრევე ფორმულაში მოხვდი რა და ანუ რა როგორ მოახერხე ადაპტაცია ესე ბრიტანულ ფორმულა 4-ში და რა იყო ყველაზე დიდი სირთულეები შენთვის? ხო, ძალიან თავიდან ბოლომდე განსხვავებული ტექნიკა არის და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა შეჩვევისთვის. თუმცა ახლა ბოლომდე შევეჩვე უკვე და ძალიან ასე ვთქვათ, სწრაფად ვისწავლე, სწრაფი ეგ გეტყობოდა ხო, მოახერხე. ხო, ანუ ძალიან განსხვავებული არის და ჩემი არის კარგად შევეჩვე უკვე. ნუ ძალიან კარგი. აი რაში, აი დაახლოებით განსხვავებები მართვადობაში, აჩქარება, ნუ გასაგებია ახლა ის. ხა სიმართლე რო თქვა, ახლა კარტინგის ტრასა ბევრად უფრო პატარა არის. კი, ვიწრო. გზნობით, ჩემი არის კარტინგი უფრო ჩქარი არის, გზნობით. აჰა, ვა. შეგზნებით. რიცხვებით, რა თქმა უნდა, ის უფრო ჩქარი არის, თუმცა აი შეგზნებით ბევრად უფრო ჩქარი. თან უფრო ღია ხო კარტინგი, მაინც უფრო გარეძი ხარ, სანტიმეტრებში ხარ. ხო, ასფალტიდან და კი. აი ზუსტად ტრასებზე მაინტერესებს, ტრასებზე მაქვს ეგეთი კითხვა, რომ უკვე ბრიტანულ ფორმულა 4-ში აი რა გრძნობა გეუფლება, როცა იცი უკვე ისე ტრასებზე გიწევს სიარული, სადაც ერთ დროს ლეგენდარული ლაუდა, სენა, შუმახერი და მსგავსი კალიბრის მბოლელები დადიოდნენ. აი ეს შენთვის თუ არის კიდევ დამატებითი სტიმული აი ასეთ შემთხვევაში. დიდი სტიმული არის ჩემთვის და დიდ мотиваციას მაძლევს, რომ კიდევ უფრო მაგრა მოემზადო და კიდევ უფრო მაგარი რეზულტატები მივიღო მაგ ტრასებზე. ო, მე გოძბეკეთს რო გადიხარ და რო თამაში რო სნაიპერტონზე რო იცი რომ სენას პირველი ნაბიჯები აქვს გადადგმული. ისე მე გოძბეკეთში თავი არ იმასშვება? ცოტა სარდადის თაკეთ. 1-2 წრე კი იყო. მე რეჩვევი ხო ამას. იმიტომ რომ მანდაც მაღალი GeForce არის როგორც ვიცი და მეგოძბეკეთში დაახლოებით 2.5-3G არის თან გრძელი გადატვირთვა არის და ხანგრძლივი. მე და შენ რომ მანდ გავიდეთ შეიძლება ჩამოგვეძინა. ის ვიდეოა ხო იცი ჰანსის გარეშე როზის ტიპი. თავს რო ურახულობ. ეგ ვიქნები მე. კი, რადვე ვიქნები თუ გონია მეტი შეიძლება უარესიც. რა არის შენი მიზანი F4-ში წლევანდელ სეზონში? რა გვაქვს? ეხლა როგორც თქვი ძალიან ინტენსიურ ფიზიკურ და მენტალურ მომზადებას გავდივარ და გეგმავ რომ სეზონის მეორე ნახევარში უკვე 10-ში ვიბრძოლა და იქიდან უკვე მოგებაც საკმაოდ ახლო არის. კი, მით უმეტეს კატეგორიაში ალბათ ძალიან ისე თან ისაც ჩემპიონატში კატეგორიაში და რუკი კატეგორიას რო უყურებ, დიდად შორს არ არიან წინ ყოფები და ანუ ისე არ არის რომ რაღაცა. თელში შედიან და მანდვე არიან. თან პლუს ამას უკვე პოდიუმიც გვაქვს რუკი კლასში, პირველი ქულები გვაქვს აბსოლუტში, ხო, ესეც ძალიან დიდი წამი. ან მეორე რბოლაშიც ხო ქულებს იღებთ გასწრებების გასწრებების დამატებით ქულები. აუ ისე იმ ეპიზოდში რო აფრინდი. ზუსტად ეგ უნდა მეკითხა. ანუ ჩვენ ან დედასპიცა ვარ, მართლა გეუბნები, გავშრით და ანუ შიგნიდან რა შეგრძნება იყო. აი, გარედან უფრო ისე გრანდიოზული ჩანს ხო? ეხლა სიმართლე რომ თქვა, შიგნიდან დიდად არ შემშინებია არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იყო რა.
წამის მეათეთში მოხდა თა ხო, ყველაფერი. ჩვენ- ჩვენთვის გაჩერდა. ძალიან დინამიური მომენტი იყო რა, იმიტომ რომ ეხლაც მაგ cover-ზე დაყენებული კადრი, ანუ იმდენად მაღალზე ახტა მანქანა. თან მაგ მომენტში დაშვების მომენტში დაზიანდა კიდეც, ხო, ეგრე გვახსოვს. დაშვების დროს რაღაც კოკპიტ შეექმნა პრობლემები, იმხელან ახტომი იყო რა. ისე ზოგადად ეგ როგორ არის? ანუ ტრასის გარე იმას არ ტკეპნიან? იცით როგორა, აი შედარებით ძველ ტრასებზე ნაკლებად აქცევენ მაგას ყურადღებას რა და Silverstone-ზე რომ იხვალ იქ რა თქმა უნდა არ იქნება ეგეთი გადასწორებულია ხო ყველაფერი და შეღებილი მწვანედ ბალახი. Donington-ზე სადაც ფორმულას კლასები ძირითადად არ დადიან, დიდად მაგას არ აქცევენ ყურადღებას რა. აი ფორმულა 1-ზე გადავალთ ჩვენ ახლა და იქაც აი ბარსელონაც ხო ეგეთი კლასიკური ძველ ტრასად ითვლება მაინც რა, ახლა 91-დან ტარდება რბოლები. ტრასამაც რამხელა კორექტივები შეიტანა თვითონ რბოლაში და პილოტების მხრივ, აი მაგასაც ნელ-ნელა რო გავყვებით იქაც ვიტყვი. კი, ისა ერთი ის მაინტერესებს, ანუ გაუგნებული ვარ მართლა შენი will to will საბურავში ბრძოლებით რა. ხო და ანუ ხანდახან არ არის ხოლმე ის რომ აი ძალიან რისკავთ, იმიტომ რომ როსაც ვუყურებ, ანუ ერთმანეთს არ ინდობთ ტრასაზე საერთოდ რა და აი მაგ დროს შენ გონებაში რა ხდება ხოლმე მაინტერესებს. ჩვენ პატარა პირანიებს გეძახით ხოლმე. ისეთი წესი არის ალბათ ფორმულაში და საერთოდ ავტოსპორტში, რომ წინას თუ არ გაასწრებ, უკრიდან გაგასწრებენ და ძალიან ბევრ პოზიციას დაკარგავ. აი ზუსტად. აი არასდროს არავის არ უნდა დაუთმო არანაირი პოზიცია და ადგილი უნდა დაუტოვო რა თქმა უნდა, მაგრამ არალეგალურს არ უნდა გადახვიდე რა. აი კი ეგ გვაქვს ხოლმე ჩვენც მედალიოს უმაგას ვამბობთ რომ თან ფორმულა 4 სადაც ესე მასიურად არის ბრძვის ერთი ერთზე ანუ სულ არის 2-2-ზე ბრძოლა ან შეიძლება მთელი ჯგუფი იბრძოდეს ხო ერთი პოზიციისთვის იქ თუ ვერ გაასწარი შენს მეტოქეს შეიძლება ორი პოზიციით უკან კი აღმოჩნდეს კი და კარტინგი ძალიან დამეხმარა will to will ასე ვთქვათ ბრძოლაში იმიტომ რომ ძალიან ახლო რბოლა არის ყოველთვის კარტინგში და აი რა მაინტერესებს ცე წვიმაში ხარ განსაკუთრებით კარგი ანუ ამას ხო ვამჩნევთ ყველა თუნდაც ის კარტინგის რბოლა ხო რომელიც შენ ჩაატარე აირტონის ჩაფხუტით თუნდაც ახლაც სადაც პოდიუმი ქონდა და არ ვიცი მედალიო უყურებდით მაგ რბოლას ერთად და უბრალოდ ვერ წარმოვიდგინეთ საიდან მოიგე ამდენი პოზიცია 2 წუთი იყო დარჩენილი როცა მე 15 პოზიციაზე იყავი თუ მე 16 კიდე უკან და ბოლოს უკვე ყველამ რო გადაყვეთა ფინიშის ხაზი, რო დაგინახეთ ათეულს მე-9 პოზიციაზე რო დაგინახეთ, არ ვიცი, თვალებს ვერ ვუჯერებდით, იმდენად, ანუ მართლა არ ველოდით, თვითონ სცენარიდან გამომდინარე, თორე ისე რაღაცნაირად გული გვიგზნობდა ორივეს, რომ ამ უქმეებზე რაღაცნაირად ქულის გარეშე არ მივდივართ და საბოლოო ჯამში ეგრე მოხდა. ანუ რაღაცნაირად აი სიამოვნებს ესე გეტყობა გარედან რომ წვიმაში მართვა შენთვის არის სიამოვნება და არიან რბოლელები ვინც პირიქით იტანჯებიან წვიმაში და ძალიან რთულია. ხო, ბევრად უფრო სიამოვნებს ახლა სიმართლე რომ თქვა რომ სველში როცა დავდივარ, ასე ვიტყვი რომ კარგი უნარი მაქვს რომ შემიძლია მოჭიდება ვიყო სადა ტრასაზე. და გრძნობა მაქვს კარგი რა. და ეგ მაძლევს იმის საშუალებას რომ ჩქარი ვიყო სველში. ეგ არის ალბათ ხო წვიმაში მთავარი რომ მოჭიდება იპოვო ის ხაზი. განსხვავებული ტრაექტორიაში შეიძლება განსხვავებული მოჭიდება იყოს. ხო, აი ზუსტად 2016-ის. ხო, აი მაქს ქონდა ეგ ხაზი ნაპოვნი ზუსტად. საერთოდ საიდან როსბერგს რო გაასწრო. უბიდან გადიოდა. ამოყვინთა რო გაასწრო. ლაგოსში იყო. ლაგსი რო ასწრებდა როსბერგს. მოდი წავიდეთ ესპანეთის გრან-პრიზე. ბარსელონაში უცებ გადაუვაროთ ვარჯიშებს, სადაც ჩანდა რომ მაკლარენი იყო სწრაფი და რასელი იყო რაღაც მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო. ხო, რასელმა გაიღვიძა თვითონ. კვალიფიკაციაში ყველაფერი შეიცვალა, იქ ფერარი აჩქარდა, ჰამილტონმა იფრინა, ლეკლერი, კაცმა არ იცის რას იზამდა იქ, რო არ დაეშვა. მორიგი შეცდომა გადამწყვეტ მომენტში, აი ჰამილტონს და ლეკლერს შორის რა სხვაობაა, იცი, აი შეიძლება ლეკლერი სწრაფი იყოს ასაკიდან გამომდინარე შეიძლება უფრო აგრესიული იყოს will to will ბრძოლაში, მაგრამ აი გადამწყვეტ მომენტში ჰამილტონი იმაზე მეც აჩვენებს, ვიდრე შეუძლია
და ლეკლერი იმაზე ნაკრებს აჩვენებს და ან იმტრევა ან რაღაცა მოდის, ვიდრე შეუძლია გადამწყვეტ მომენტში. ხო, ძალიან დიდი კოლოსალური სხვაობა გამოცდილების კუთხითაც თან მოდი სად ლუისი, სად ლეკლერი, ნუ გვიწყენენ ლეკლერის გულში. ხო, არა, თავისთავად, ანუ ხო, 7 ტიტული ყველაფერზე მეტყველებს და ასექსი არის აშკარად რა, აი გადამწყვეტ მომენტში ერთი მე-4-ზე ელოდები და მე-2-ზე გავა, მე-2-ს პირველზე ელოდები და მე-10-ზე გავა. ხო, ზუსტად მაგიტომ რომ გადამწყვეტ მომენტში უშვებს. მე რამდენი შეცდომა დაუშვა უბრალოდ გადამწყვეტ მომენტში კვალიფიკაციის ბოლო სეგმენტში, სადაც პოული უნდა აიღოს, ან ცურდება, ან კედელს ეხება, ან იმტრევა, არ ვიცი. ჩემი აზრით წნეხს ვერ უძლებს რა. აი ეს საინტერესოა. აი მენტალურად ვერ არის რა ლეკლერი და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მენტალური მონსტრი ვერ არის აი ლეკლერი. ეხლა მათესთან მაგ ესეც შეკითხვა. მონაკოს ალბათ უყურე ხო? მონაკოს გრან-პრის და ჰამილტონს რო ჯარიმა ქონდა და ლეკლერი რო 2 წამში იყო, თან 12-დან თუ რაღაც არ მახსოვს, ბევრი იყო რა, 10-ზე მეტი იყო. ჩამოიყვანა 2 წამამდე. და ორივეს ერთად მოთხოვეს ბოქსებში შესვლა, პირველსთან ჯარიმა უნდა მოეხადა და მეორე უნდა დალოდებოდა. შენ შეხვიდოდი? აი გუნდი გეძახის. არ შეხვიდოდი, ხო? ბევრი პილოტი მოიქცეოდა მასე. აი მენტალურ მონსტრს ასე ახსენებ. ალბათ ხო, ფერნანდო ალონსო მგონია რომ არ შევიდოდა, სებასტიან ფეტელი მგონია რომ არ შევიდოდა. ჰამილტონიც არ შევიდოდა. შეიძლება. არ შევიდოდა ლუისიც. მაქსი არ შევიდოდა კი არა, საერთოდ რადიოს გატიშავდა. ხო, არა. საბოლოო ჯამში მესმის რომ ზღვარზე დადის, მესმის რომ სხვანაირად შეიძლება ვერ მოუგოს მერსედეს კვალიფიკაცია, მაგრამ ამ ზღვარს მიღმა უკვე მერამდენეთ არის დამტრეული ტექნიკა და არა შედეგი. ლეკლერი ყავს პროგრამაში, მოკლედ ჯერჯერობით ვარ. გული რომ შევკივა, ისე მაგიტომ თორე. ვარჯიში შედით რომანტიკა რო ვიცით ლეკლერთან მიმართებაში. ამოგუპა მერამდე. კვალიფიკაციაში რასელი პოულზე, ჰამილტონი მიულოდნელად პირველ ხაზში, ლეკლერის თანაც ცოტა დააკლდა პოულამდე. ანტონელის რთული უქმეები და კვალიფიკაცია მესამე ადგილი და იქ ნორისზეც ვერ ვიტყვით ხო რომ რაღაცა მეგა კვალიფიკაცია ქონდა, უკეთეს შედეგს ელოდებოდა, მაგრამ აი ფორმულა იმდენად გართულებული არის, ანუ 4 ტოპ გუნდი არის, რეალურად 8 ადამიანს უნდა პოულის აღება და ამ 8-დან ერთ-ერთი მე-7 ან მე-8 არის რა და ნებისმიერ შემთხვევაში ჩავარდნა არის. ხო, ვიღაცას უწევს, ვიღაც უნდა იყოს მე-7 და მე-8. აი ეგრე არის ფერსტაპენი, ეხლა და პიასტრი, ხო? მე-5, მე-6, მე-7 ყოველთვის რაღაცა პრობლემები აქვს. ხო, კვალიფიკაცია პრინციპში ერთადერთი რაც იყო ვარჯიშებიდან კვალიფიკაციაზე ის იყო რომ შევატყვეთ რომ ჯორჯ რასელი არ არის ის ჯორჯ რასელი რაც იყო თუნდაც წინარ ბოლებში. მშარ ბოლაში ხო, ბოლაში უკვე იმის მიუხედავად რომ პირველი სტინტი მართლა საოცარი ქონდა რასელს და ზოგადად კარგი ხო მოდი ბოლაზე რო გადავალთ და მერსედესზე მივალთ იქ უფრო გავშლით სტარტი ვთქვათ მოდი ბოლის მოსალოდნელი იყო რომ ჰამილტონი მოიგებდა სტარტს მაგრამ ანუ მერსედესმა აშკარად გამოასწორა ხო ეს სტარტის მომენტი იმიტომ რომ ვერანაირი კონკურენცია ვერ გაუწია რეალურად ჰამილტონმა სტარტზე მიუხედავად ამ ხელა გრძელი სწორი მონაკვეთისა მეც ველოდი, ანუ რაც ნანახი მაქვს ფერარის სტარტები წლევანელი სეზონის სტარტზე, ველოდი რომ რაღაც აფრინდებოდა პირველ მოსახვევში. დასაწყისში როგორ დიდი უპირატესობა. უპირობო ლიდერი მეგონა პირველ მოსახვევში, მაგრამ აი ლეკლერმა ძალიან კარგად დაძრა. აი თაჯარმა ჩააგდო სტარტი მართალია და პოზიცია ამის ხარჯზე მოიგო, მაგრამ საბოლოო ჯამში ლეკლერს მართლა კარგი სტარტი სწრაფად გაასწრო ჰულკენბერგს და ხო, აი ეგ მომენტი იყო, რომ ლეკლერს ცოტა ისეთი მეტოქეები ყავდა რა. ეხლა ვიცით, აუდის ისედაც უჭირს დაძრა, ჰაჯარს იმ მომენტში გაუჭირდა დაძრა და ნუ ლუისის მთავარი კონკურენტი კიდე მერსედესი იყო, როგორც შენ თქვი, გამოსწორებული სტარტები. აშკარად გამოსწორებული. იმიტომ რომ წინაზე ანტონელი შემთხვევაში ასე იყო, ანუ არ ჩაუგდია ანტონელის სტარტი, რასაც მონაკოშიც კი ველოდი რომ მიუხედავად იმისა რომ ესე ახლოს არის მოსახვევი, მაინც მოუგებს მეთქი სტარტს. ხო, ან რაღაც იჭიდავებდა. მოკლედ სტარტი შეინარჩუნა რასელმა, მაგრამ ჰამილტონი დარჩა მის უკან და ანუ აწუხებდა მაინც ახლა ანუ 2-3 წამზე მეტზე არადიოდა, ხო? სხვაობა, ანუ ეტყობოდა აშკარად რომ ფერარი კარგად იყო მომზადებული. მოდი გადავიდეთ ახლა გუნდებზე და ფერარისთან რომ მივოთ უფრო დეტალებში ჩავშალოთ. დავიწყოთ ტრადიციულად ახალ ბედა კადილაკით, სადაც ბევრს ვერაფერს ვერ ვისაუბრებთ, სუპერული რბოლა ქონდა, პერეს მე-14-ზე გავიდა, ბოტას გადაუზიანდა ბოლიდი რაღაც ტექნიკური პრობლემების გამო გამოეთიშა.
ხო, მე-14-ზე გავიდა პერესი, ალბათ მაინც ნორმალურია მე-14 პოზიცია, ხა კადილაკისთვის ესენი სულებ გაუჭებიან იმას, რომ ათეულთან ახლოს იყვნენ, რაღაც მანქანა გააუმჯობესონ. აი პერესი აშკარად ის კადრია, რომელიც კადილაკმა შეიძინა. გამოადგა. ხო, გამოადგა და აი ბოტასზე არ ვიცი, ბოტასის დღეები დათვლილი მგონია კადილაკში, იმიტომ რომ აი რაღაც რისთვის მოიყვანეს, ხო, დეველოპმენტის გამო. იმიტომ რომ მანქანამ ხო გააკეთოს ის აწყონ კარგი მანქანა და არ ვიცი ეს ერთი შეხედვით ჩანს რომ მარტო პერესი აკეთებს ჯერ ამას. მე ვიზუალურადაც კადილაკს რო უყურებ, აი რაღაცა ღარიბული. ეგ ხო იცი როგორ არის, ბრაუნ ჯიპიც ღარიბული იყო, მაგრამ ის მანქანა ლამაზი როგორც ენცო იყო და რომელიც რბოლებს იგებს. თების ხრივათაც ვიძა, აი თუ მაგალითად აი ბარჯბორდებზე, საიდპოდებზე ხო, ანუ რაღაცა ჩახრმავებები აქვთ ისინი, ეს რაღაცა შოუკარივით არის რა, აი არაფერი არა აქ რა ზემოდან. საჩვენებელი მაგ. კი, ლანჩ ვერსია არის იმისი ბოლიდის. პროტოტიპი. კი, რაღაც აი იმაში რო ეყედა, ხო იცი, აი იცვლებაო რეგლამენტიო და ბოლიდი მე პირველი რო ეგ გადაღებს კადილაკის ფერში და ეგ დადის ეხლა. ბოტასი კი. ბოტასი უეჭველი. ალპინში წავიდეთ, კიდევ ერთი ორმაგი ქულები ფრანგულ გუნდს. ჩვენ გახსოვს რომ ვიძახდით რომ რაღაცა ვერ არის ფორმაში ალპინი თქო. ო, არა, ვარჯიშზე და კვალიფიკაციაზე ძალიან ცუდად. 13-14 იდგა და მაინც გასლი საუკეთესო დარჩა მე-7 ადგილზე გავიდა და კოლაპინტო მერვეზე გავიდა უბრალოდ ყვითელი დროშების გამო და აჯარიმეს. და მაინც მეათეზე ხო და გასლი მე გთქვა რომ ვარჯიშების მერე ვიღაცას რო ეთქვა რომ მე-7-ზე გახვალო, ეგრევე ვაწერდიო ხელსო რა, იმდენად არ მჯეროდა რომ ესეთი ტემპი გვექნებოდა ბოლოში. ალპინი ზოგადად რაღაცა წელს ძალიან მაგარ ფორმაში არის და რეისინგ ბულსთან იბრძვის ესე საუკეთესო დარჩენილებიდან ამ ტიტულისთვის ეს მოიფიქრე. ისე მათე რა სიტყვი, აი კოლაპინტოზე მაგალითად რა, პრინციპში ახალი კადრია, ვერ ვიტყვით რომ ცუდია, იმიტომ რომ მართლა მოუმატა ალპინთან ერთად, კოლაპინტომაც მოუმატა უკლო ტექნიკის დამტვრევას. აი როგორ ფიქრობ, რამდენად ნიჭიერია კოლაპინტო, აი სათხედავ სიტყვაზე ტოპ მანქანაზე რო იწეს კოლაპინტო აქვს თუ არა იმის უნარი რომ რაღაც ჩემპიონებისთვის იბრძოლოს ან რაღაც პოდიუმებისთვის იბრძოლოს. ვერ ვიტყვი რომ ჯერ ჩემპიონი შეიძლება გახდეს. ტოპ მანქანით ვიტყოდი რომ ალბათ consistent შეიძლება ხუთელში გავიდეს რა. და ეტყობა რომ ძალიან ბევრი მოამატა, ბევრი ისწავლა და გამოსილებაც მოემატა. ხო, სწრაფია თან აშკარად. კი, მაგრამ გასლი რა ფორმაში არის, არ ვიცი, გასლი რაღაც სასწაულ ფორმაში. არის ეხლა და იცახე ხო. ერთი გადაცემა ისე გავიდეს რომ არ გააღმერთოს. აი, წავიდეთ აუდიში. ბორტოლეტოს ცოტათი ესე ჩამქრალი რბოლა, რაღაცა ანუ ამ ბოლო დროს ცოტა დაზიანება ქონდა. გაბიმ, მაგრამ აი ჰუკენბერგს, ანუ რა ბედი აქვს. ეს რა იყო? ეგეთი რაღაცა რომ მოგდის პირველად ქულებში შედიხარ, თან მაგარ ბოლას ატარებდა და კენჭი შევარდა. მოხდა იმას ავარიულ power unit killers. ავარიულში რომ გამოირთო ბოლიდი. იმას ბორტოლეტოს ქონდა პრობლემა რომ ოკონთან ქონდა ბრძოლა. და ოკონ შეეხნენ ერთმანეთს მოკლედ და ბოლიდი დაუზიანდა მაგის მერე გაუჭირდა საერთოდ ტრასას ყოფილმა ისიც გამიკვირდა მე-12-ზე რო გავიდა სიმართლით რა ხო მერე რომ ვნახე ანუ რამოდენად დიდი იყო დაზიანება მართლა გამიკვირდა რომ კიდე ესე ახო საერთოდ რო არ გამოეთიშარ ბოლოს ხო და ტრასებზე საუბრობდით ჩვენ და ზუსტად ეგ ხო ის ძველი ტრასები ხო ხრეში აქ ხრეშის ხაფანგებია და კიდე ჰაჯარის მომენტი ხო გახსოვს შარშანდელ სეზონში აქტიურად. ჰაჯარს რო კენჭები მოხდა, ხელი რო იტკინა. ეგეც ხო კლასიკური ხო რომელიღაც კლასიკური ტრასა იყო, მე მგონი ხო ზანდუორტი იყო. ეგეც მაგაზე მეტყველებს რომ ეს ხრეში რამდენადაც აი ეს კლასიკურია და დასჯადია პილოტის მიმართ, იმდენად შეიძლება რაღაც აი რანაირად შეიძლებოდა მე-12 მოსახვევის მერე ლოუსონის მიერ ნასროლი კენჭი მოკვდა. მაგრამ ლოუსონი უჩალიჩებდა, რასაც ქვია, გადადიოდა ხრეშზე, რომ ანუ ეს დანი რიკარდოს პრიომია. ხო, ნუ ეგ მხედველობა რომ რაღაცნაირად შეეზღუდა და რაღაც ჩამორჩენა ქონოდა ჰულკენბერგს, მაგრამ ტიპმა ერთი კენჭით გაუთიშა მთლიანად ძრავი გადაუყვანა ავარიულ მდგომარეობაში და გამოეთიშა ჰალკი ბოლოს. ისე ეგ მაგილეც იყენებთ ხოლმე F4-ში. ხრეშზე გადასვლა და რომ მიაყარა. ისე ძალიან არაზიანებს მე საბურავს. საბურავს არა, უფრო აი ქვემოდან როა კარბონი ხო?
მაგრამ რისკად გააჩნია რამდენად ახლოს ყავს. ხა ხრეში არაფერს ჯობია, იმიტომ რომ ზოგ ტრასაზე საერთოდ ხრეში არაა და პირდაპირ ბალახზე გადადიხარ. ბალახზე თუ მოხდი უკვე ანუ ბალახს ხრეში ჯობია, ხო? უბრალოდ თავარია სიჩქარე გქონდეს აღებული და არ ჩაწვდოლი. მამრას დახტია ხო? ესე მგონია რა ესეთ გადმოვნა. სტროლმა იცი. ეგ სტროლის საყვა სტროლს მე მგონი WRC-ში. აი შენ ხო ამბობ რომ წვიმაში ხაზი მაქვს მოჭდება ნაპოვნი. აი სტროლს ხრეშზე აქვს, ეგრე ნაპოვნი თავის ტრაექტორია. აუ სტროლი მეწოდება რა, აი პედას. აგეწოდება სტროლი თუ შესაძოდია და რა ვიცი. ხო, მაგრამ ანუ არ უნდა ტიპს ფორმულაში. თუ არ უნდა წავიდეს ვინ ეხვეწება და აუთბოს ბეგოვიჩ წვერი იმას გაუთეთებ და ინტერნეტი ელოდებოდა. ყველაზე ცუდი ტესტერი იყო, ტიპი ელოდებოდა ალონსო როდის წავიდოდა და ელოდებოდა სტროლი როდის წავიდოდა. 20 წლიან კონტრაქტი. ახალი. უსაშველოა. წავიდეთ ჰაასში. ჰაასში ძალიან ცუდი უქმეები ქონდა, ოკონი, ფერმანი, აი გინდ ყოფილან გინდა რა ტრასაზე ისე იარეს ფერმანი თითქოს რაღაცა წაიბრძოლა ერთი მომენტი ათეულთან ახლოს იყო კიდევაც ათეულში, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო, თუმცა კლასიფიკაციაში მოხვდა. აი არ თვლი რომ ჰაასში კამაცუა შესაძლებელი რაღაც ძალიან სუსტი კადრი მგონია რა. ანუ ამ გუნდს ყველაფერი აქვს. პილოტებს ვერ იტყვი. ტოიოტა ხო მოიყვანა კამაცუმ ფაქტეურად. ტოიოტა მოიყვანა კამაცუმ და ან არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჰაასისგან სეზონის სტარტზეც მეცველოდი. და განვითარების მხრივაც მეცველოდი. თუ ვადარებთ ფერარის ყოველთვის, ხო ფერარი როგორ ვითარდება შეხედე და როგორ ვითარდება ჰაასი. ხო, რაღაცა ვერ გაყვა, ვერ აყვა ფერარის, როგორც ყვებოდა ხოლმე აქამდე რა, ფერარი წინ წავიდოდა, ეს გაყვებოდა. ფერარის უცდებოდა, ამას მოარესად უცდებოდა. ხო, ნახოთ ძრავების მერე. ნახოთ საინტერესო იქნება, ხო, ჰაასზე ბევრს მეც ვეღარ ვისაუბრებთ, ისევე როგორც ალბათ ასტონ მარტინზე, კიდევ ერთი ორმაგი გამოტიშვარბოლიდან ალონსოს ელემენტი. პრობლემა ქონდა კი საძალე მოწყობილობაზე, სტროლს გადაცემათა კოლობზე, ანუ რაღაცა თლიანად პრობლემაა ეს ბოლიდი რა. ერთი დიდი მწვანე პრობლემაა ასტონ მარტინ. ანუ ხან რა ემართება, ხან ის არ არის, რომ რაღაც კონსისტენტ ერთი და იგივე პრობლემა ხო? იყოს, ან რაღაც სულ მუდმივად რაღაც გადაცემათა კოლობზე, ან ელექტრონულ სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვს, ანუ რამხელა სამუშაო. ერთს გამოვასწორებენ, მე მე ის დაბრუნდება ისე. აი კლასში ჩარჩენილ ბავშვებს გვანა პროგრამას რო არიან ჩამორჩენილები, აი დაახლოებით ეგრეა, მაგათი -4 წამი. წავედით Racing Bulls-ში, აი Racing Bulls-ზე შეგვიძლია ვისაუბროთ ლოუსონი რაღაც საოცარ ფორმაში, ვინ ელოდა ლოუსონს, რომ ესეთ სეზონს ჩაატარებდა. ანუ რაღაც წყალწაღებულივით იყო ლოუსონი, აი ხურდაში მოყოლებულივით იყო Red Bull-ში ლიამი, მაგრამ აი ძალიან მაგარ ფორმაში არის, ესე კი არა ლინდბლადს ჯობნის ხო, მიუხედავად იმისა, რომ ლინდბლადი ითვლება რაღაცა მეგა ტალანტად ამომავალ ვარსკვლავად. დადინჯდა იცი, ანუ არა ხო, იქ ხალხთან ქონდა ის სამყრუჭე წერტილში, მაგრამ აი დადინჯდა რა მხრივ, იცი, აი ტრასაზე შეცდომებს არ უშვებს. კი, იქ ბრძოლაში თუ დაინახა, ეგრევე ენთება თვალები წითლად და სხვანაირი ხდება, მაგრამ ლაზერი გამოდის. ხო, აი ტრასაზე აღარ უშვებს შეცდომებს, რა, ეს რაღაც კონსისტენცია აქვს ნაპოვნი, თანმიმდევრულად ატარებს როლებს და აი ლინდბლადს ბრავო, რომ მაინც გამოცდილება აქვს ლოუსონს, ხო? არა, ლოუსონს და ესე რომ იყვება, ეხლა ლინდბლადის სტრატეგია არ იყო მარტივი, ყველაზე დიდხანს დარჩა ტრასაზე თუ გახსოვს და მაინც ესე ქულებში ლინდბლადი თითქოს გონია, რომ ერთი მე-3 მე-4 სეზონს აი ზუსტად, რა სადაც ლოუსონია ერთი პოზიციით დაბლაა ხოლმე ლინდბლადი და ეს უკვე ძალიან კარგი შედეგია მით უმეტეს დებიუტანტისთვის, ხო? და საერთო ჯამში არ ვიცი, Racing Bulls-ი არ გავს თავის თავს, იმდენად კარგად და სტაბილურად გამოდიან, აი რაც შეეხება ლოუსონს და Red Bulls ეგრბოლები საერთოდ არ მახსოვს ლოუსონი. ხო, ლოუსონი Red Bull-ში. ხონია რომ ერთი მანქანით იყო Red Bull-ი იმ პერიოდში გამოსული. ხო, ორი რბოლა იყო, ოღონდ ანუ მაგას ასტნა, არა, მე-20-ზე იყო. ანუ ეს უბრალოდ ბოლო ადგილზე იყო. ასტონ მარტინი იყო, წლევანდელი. ბათე, ესეთი რაღაც კითხვა მაქვს შენთან, აი, რომ დაცვისას რა, რომ მიდიხარ და მოდის სამუხრუჭე ზონა, აი ლოუსონზე გამახსენდა რა, აი არ არის ხოლმე მომენტი, რომ აი იცი რომ სამუხრუჭე ზონაში შეხვედი, მაგრამ მოდი გავრისკავ და მაინც ჩავკეტავ. არის ხოლმე ეს მომენტი? თუ მაინც არის ის რომ აიმე არ დამაჯარი მოდი. აი რამდენად სინამდვილე. აი სად არის აი ზღვარი რა. სამუხრუჭე ზონაში. ალბათ მექნება გაკეთებული ის რომ ჯარი არ დაუწერია. გეკუთნოდა და არ დაგიწერეს?
ხო, ანუ მანძნელი. სარისკო ისა რა. თან სარისკო. შეიძლება ერთი არ გაატარო და ერთი პოზიცია წააგო, მაგრამ ჯარიმით მერე 10 წააგო. მაგრამ ცდუმებას ვერ ხო, აი, უძლებს ალბათ როგორ უნდა გაუძლო მან ზართუ. რატო უნდა გავატარო? ზუსტად ცხვირს რო ხედავ მეტოქის და სამუხრუჭე ზონაში ოპ გადადიხარ შუაში. ან რაღაც ცოტათი გადადიხარ რაღაცა რომ ეშმაკურა. შეაშინო რა მინიმუმ გაზის პედლიდან ფეხი არ შევ. ზუსტად ანუ მაგით ხო ადგილის მონიშნასაც აქვს მნიშვნელობა ანუ ის მეორედ ეგრე ვეღარ შეგიტევს ეგრე ლოუსონმა რაღა უნდა და მონიშნოს. იმიტომაც ამბობენ კიდეც რომ ანუ ყველაზე რთული ტიპია ტრასაზე კი, გასწრება უნდა იცოდეს შენმა მეტოქემ ხო რომ არ დაუთმობდა ესე ბოლოში მარტივად ძლიერი ხარ ხო? კი აბსოლუტურად გეთანხმები არა, ლოუსონი აშკარად მორგებულია წლევანდელ სეზონს და წლევანდელ რეგლამენტს. წავედით ვილიამსაც ძალიან უფერული რბოლა ჩააგდეს, მოდი ესე ვთქვათ, ეს უქმეები, ალბონს საერთოდ პრობლემა შეექმნა ტექნიკური, საინსი. ალბონს ხო იცი რაზე შეექმნა ჩვენ ჰალკზე გვეცინება და გაუფუჭდა კამერა გაუფუჭდა მაგის გამო შევიდნენ მოწესრიგებას აპირებდნენ და უკვე მე 10 წლის მერე გამოვიდა 10 წელი ქონა ჩამორჩენა და ალბონმა თქვა რომ სატესტო რეჟიმში გამოვედითო მე უბრალოდ რა წარმოიდგინე ანუ მივიტოვ თქვი რომ აი ბარსელონამ ისეთი რაღაცები დაგვანახა რაც ვერ წარმოვიდგენთ ალბათ ფლათ ეგრე იდეალურადაც არის ყველაფერი მოწყობილი როგორც ხრეში მთლად კარგიც არის ვილიამსიდან გადავედით უკვე ლიდერებში და დავიწყოთ ფერარიმ ეს შეძლო ფერარიმ რბოლა მოიგო ლუის ჰამილტონმა რბოლა მოიგო ფერარით გააკეთა იგივე რაც შუმახერმა თავის დროზე ანუ პირველი რბოლა თავის წითელ კომბინეზონით მოიგო ბარსელონაში დაეწია ანტონელის 65 ქულა. აქ ხომ არ არის რაღაც მომენტი, რომ იქნებ რატომაც არა ჩემპიონობაზეც იფიქროს ლუის ჰამილტონი. რას ფიქრობ, მათე ექნება შანსი ლუის წელს რო იბრძოლოს თავის მერვე ტიტულისთვის? ჩემი აზრით ახლა ამ რბოლის მერე უკვე ძალიან თავდაჯერებული იქნება. ხა ლუის არანაირი თავდაჯერება არ აკლია 7. უფრო მანქანას დაიჯერებს ალბათ. უფრო ალბათ გუნდში დაიჯერებს და თავის შესაძლებლობაში, რომ აი შანსი გვაქვს და მოდი გამოვიყენოთ. კი, თან ლუისის ბოლო რბოლებს რომ გადავხედოთ, ხო, კანადა, მონაკო, ესპანეთი, მეორე ადგილი, პირველი ადგილი, თან კანადა და მონაკო მონაკოში კიდე გასაგებია, ხო, იქ რო გატარებდა, ვერ გაგატარებ. ხათა ლუისის ტრასები მოდის, ხო, კანადაში კიდე ზესწრაფები იყვნენ მერცედესები, ანუ იმას არ ყვებდნენ უბრალოდ ერთმანეთში რომელი მოიგებდა, თორე იქ დანარჩენები აზრი არ ქონდა, ხო. საბოლოო ჯამში ხო ლუის ეს აქვს რა ეს ადაპტაციის უნარი აქვს ტიტულისთვის ბრძოლა თუ წავა თუ იგრძნო საერთოდ სხვა ჰამილტონი იქნება ეს ის ჰამილტონი არ იქნება თუნდაც სეზონის სტარტში რო იყო პლუს ამას გავუსვათ ხაზი რომ გრაუნდ ეფექტი მართლა არის ლუისისთვის რა არ მოწონდა უბრალოდ ეს რეგლამენტი ვერ დადიოდა ამ რეგლამენტზე და ჩვენ ვეძახით ხო ამ რეგლამენტს რაღაც ახალგაზრდების რეგლამენტია თითქოს თანამედროვე პილოტების მაგრამ ლუისი როგორ ჩაჯდა რიტმში ხო აგერ მესამე რბოლა როგორ ბოლებს ატარებს საბოლოო ჯამში ის ნანატრი მოგება რაც ფერარის ამდენი ხელ მე რო ვამბობდი სეზონის სტარტზე თვას არ შევიჭრით ხო ეხა მიწევდა თურმე თმის შეჭრა რო გავყოლოდი ბანკას იქნებოდი იმას დავემსგავსებოდი მანჩესტერის გამო რო არიჭის საბოლოო ჯამში გამოვიდა ისე რომ ფერარის პირველი ნანატრი გამარჯვება სწორედ ჰამილტონმა მოუტანა ეს მე ვფიქრობ გუნდისთვის კიდე უფრო დიდი სტიმულია რა თქმა უნდა იგივე იქნებოდა დაახლოებით ლეკლერს რო გაეკეთებინა მაგრამ ლუისის მოგება ვფიქრობ გუნდისთვის უფრო მასშტაბურია როგორც ფორმულა 1-ისთვის ეხლა დიდი პატივისცემა ლეკლერის მიმართ ანუ ყველა მიცის როგორ დიდი პატივისცემ თუმცა ჯამურად ეხლა სად ჰამილტონი სად ლეკლერი ძალიან ბევრი უკლია და დიდი გზა კიდე ლეკლერს ჰამილტონამდე გასავალი თუნდაც შარშანდელი წლევანდელი სეზონიც რომ მოუგოს ლეკლერმა მაინც ძალიან არასწორია ლეკლერის და ჰამილტონის შედარება. ხო, ვერ იტყვის ვერავინ რომ ლეკლერი ჯობია ჰამილტონი. კი, სულ სხვადასხვა ეპოქა თან თავისი ეპოქის გოუთია ბოლოს და ბოლოს ლუის ჰამილტონი უდაოდ. ამიტომაც აი კარიერის ბოლოს რაღაც დონეზე თუ მიუახლოვდა ლეკლერი ჰამილტონს, აი მე შეიძლება უკვე მაგორი ადამიანის შედარება. ხო, შედეგობრივად რა. კი. წავედით ხო ლეკლერზეც ბევრს ვერ ვისაუბრებთ კიდე ანუ Men in Black-ში რო არის ის ჭირდება რა რომ ეს ბოლო ორი რბოლა დაივიწყოს დააჭიროს იმ ღილაკს და გაქრეს
გაქრეს იმიდან, მეხსიერებიდან. წავიდეთ Red Bull-ში. Red Bull-ზე რა უნდა ვისაუბროთ, ბევრი, ვერცერთ საბურავზე. ავთეთრი მგონია ეს. ვერცერთ საბურავზეო. ვერ ვიგრძენიო მაქსმა მანქანა, ჩვენ დასაწყისშიც ვამბობდით ვარჯიშების მერე, რომ თავარი პრობლემა იყო Red Bull-ისთვის საბურავი. ვერცერთ საბურავზე მანქანამ ვერ იგრძნო კომფორტულად თავი და ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მით უმეტეს ისეთ ტრასაზე და ისეთ სიცხეში, როგორც ესპანეთში იყო. და ჯამში მაქსიმას თქვა თვითონ რომ დღემდე ეხალს ვერ ვიჯერებ როგორ გავედი საერთოდ მე-4 ადგილზე, იმიტომ რომ იმდენად საშინელი იყო მანქანა და პლუს ამას ჰაჯარმაც აიღო ქულები. ანუ ძალიან იწვალეს ორი რა. ისე სტრატეგიაზე არ გითქვა, შევხედავთ სამპიცოპიანი სტრატეგია მგონი იყო ყველაზე კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ ანუ იმდენად სწრაფად ხდებოდა საბურავი, რომ ტემპი ძალიან ვარდებოდა. ანუ პირველ წრეებს თუ გადიოდნენ მაგალითად 1:20-ში ახალი საბურავით 5 წრეში უკვე წუთი 22-23 იყო ხოლმე რა, ანუ მაგას ვიძახი და ჰამილტონის 3 პიტსტოპმა მე მგონია რომც არ ყოფილიყო ის უსაფრთხოების მანქანა, დიდი შანსი იყო ეს ტრასაზე გადაესწრო ნორისისთვისაც, ანტონელისთვისაც და რასელისთვისაც. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი. იმხელა ტემპი ქონდა. ოფიციალურად ვერსად ვერ ვნახე რომ ლუის ვარსად არ თქმულა რომ ლუისმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეს იყო ინდივიდუალური ჰამილტონის გადაწყვეტილება რომ გაეკეთებინა ეს. და ზუსტად სწორი იყო, გაასწრებდა, ვერ გაასწრებდა. ყველაზე სწრაფი იყო. მერსედეს მოიგებდა, ვერ მოიგებდა, ანუ ეს სტრატეგია იყო სწორი ამ რბოლაში. და ის უნდა გაეკეთებინა ჰამილტონს. და ბოლის ბოლოს ანუ რასელს სწორად უთხრეს ხო რომ მართლაც ლუისი იქნებოდა მთავარი საფრთხე, იქნებოდა ყველაზე სწრაფი და თუ ვინმესთან წააგებდნენ, ეს იქნებოდა ჰამილტონის ფერარი. გავიგე, გამოვიდა ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა, ეგეთი გამართლება. მე მაგას გამართლებას ვერ ვეძახ. მოდი რა ვთქვათ, იცი? ერთი ვინმე თქვა ასე ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება, როცა ბრიფინგზე გუნდი სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ალაგებს, სადაც არ არის გათვალისწინებული უსაფრთხოების მანქანა. გამორიცხულია, ყველა აკეთებს ამ გათვლას, იმიტომ რომ ესეც როგორც შენ თქვი რეპორტაჟის დროს ეს არის შემადგენელი ნაწილი რბოლის და ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი. ეგეთ რბოლებს მოვიყვან მაგალითს იმდენს, როცა ტიტული აქვს წაგებული, როცა ჩემპიონატი აქვს მოგებული და ასე შემდეგ. მოკლედ, ამას ვერ დავუძახებ. გამართლებას, ანუ ლუის გუშინ იმსახურებდა მოკლედ. კი, აშკარად იმსახურებდა. მათი შენთან მაგას ეს შეკითხვა, ფორმულა 4-ში, აი რა ლავირების საშუალება გაქვთ სტრატეგიული? ალბათ რამდენიმე ოფცია გვაქვს ხოლმე, რომ აი კვალიფიკაციის დროს მაგალითად უფრო გრძელი ტრასა თუ არის, მაგალითად Silverstone-ი ქონდა ორი ოფცია, რომ ან გამოვიყენებდით ორივე ახალ საბურავს, ან ერთს. ანუ სულ ორი კომპლექტი გაქვთ კვალიფიკაციაზე თუ მთელ ვიკენდზე? მთელ ვიკენდზე. ორი კომპლექტი გაქვთ. და ძირითადად ახლა უფრო მოკლე ტრასებზე ორივეს იყენებენ ხოლმე საერთოდ ყველა გუნდი. და ახლა გამოვიდა ისე, რომ ზოგმა გუნდმა აირჩია, რომ ორივეს გამოიყენებდნენ და ზოგმა ერთი გამოიყენა მხოლოდ. და ერთს იტოვებ უკვე რბოლებისთვის, ხო? ერთი დადიხარ კვალიფიკაციაში. აი მე რა მაინტერესებს, წაიწეგან ეგ თქვით რა, რომ ლუისმა აირჩია სტრატეგია. ანუ როგორც პილოტის გადმოსახედიდან რაცა უნდა ინჟინერი იქიჯდეს, ტელემეტრიას უყურებდეს და ასე შემდეგ, რეალური შეგრძნება მაინც რბოლელს აქვს, ხო? რეალურად რბოლელი უფრო გრძნობს მგონია ამ აი მით უმეტეს წვიმის პერიოდშია ხოლმე ესე რა, როდის გადავიდეს ლიგზე, ან როდის გადავიდეს გარდამავალ საბურავზე. აი ამ შემთხვევაში რამდენად უსმენს თუნდაც ფორმულა 4-ში გუნდი პილოტს და სარბოლოო ინჟინერი, როცა შენ თვლი რომ ესია, რამდენად გეხმარება გუნდი იმაში, რომ გადაწყვეტილებაზე გენდონ, ასე ვთქვათ. აი ბრენცედში, სადაც ჩემ პირველი პოდიუმი ავიღე, წინაფრთის დაზიანება მქონდა და რო შემოდიოდი, რადიოში დავიყვირე, რომ სლიკები დამიყენეთ, ტრეკი უკვე მშრალია. ეგ მაინტერესებს. და მაგის ხარჯზე უკვე მაგრად ვიარე, ბევრი გასწრება გავაკეთე და მაგის ხარჯზე უკვე ავედი რუკის პოდიუმზე და საერთოდ შათელში. ანუ ეს იყო შენი გადაწყვეტილება. ჩემი გადაწყვეტილება იყო. აი ხო. ბრავო. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღე, გაგვახარე ძალიან. გაგვახარე ხოლმე გადაწყვეტილება მთელი საქართველო. ხშირად მიიღე ხოლმე ეგეთი გადაწყვეტილება. ისე არ არის ხოლმე, აი კამათი გუნდში მაგალითად ეს ჯობია, არა ეს ჯობია, აი პილოტს და ინჟინერს შორის ან რაღაცა ეგეთი რაღაცები თუ ხდება ხოლმე. ალბათ პილოტს და ინჟინერს შორის ნაკლებ, ალბათ ინჟინერებს შორის. ინჟინერებს შორის უფრო თვითონ შიგნით უფრო კამათობენ, ანუ ხო? ისე როგორც ვიცი, ახალი სარბოლო ინჟინერი ყავს, რომელიც მუშაობდა ლანდონორისთან ერთად და ვიცი რომ ძალიან კმაყოფილი ხარ მასთან ერთად მუშაობით. ხო, ერთი რბოლა იყო, ხო, ჯერ.
მასთან ერთად კი, ერთი ერთი უქმეები. კი. წავედით მაშინ Red Bull-დან Mercedes-ში ჩემპიონატის ლიდერებში, სადაც ანტონელის ტექნიკური პრობლემა. მე მგონი Mercedes ცოტა განგაშის ზარი უნდა ჩაერთოთ, იმიტომ რომ სამრბოლაში ორი ტექნიკური პრობლემის გამო გამუთიშვა ეს უკვე სერიოზული რაღაც არის. თან მე მგონი იდენტური იყო რაც რასელი ხო, რაღაც თითქოს იგივე იყო, ხო, რაღაც ხმა გაუქრა ბოლიც, ბოლოს ჩაქრა. ის არის ხოლმე რაღაც მიმები იყო რა, ხო, ფავორიტიზმში ტოტოს ადანაშაულებენ, რომ კიმი უფრო უყვარს და რაღაც მიმი იყო, რომ დროაო და გათიშა რა, მანქანა და უი შემეშალაო, სხვა მანქანა გავიქცეო. მეორე უნდა გამეთიშაო. იცი რა იყო აქ თავარი, აი ჩემი გადმოსახედიდან რა, იმის მიუხედავად რომ რასელმა 18 ქულა ამოიღო. კიმი მაინც აჯობა. კიმი ტრასაზე გაასწრო და გეფია იღო. აი ეგ იყო ყველაზე ცუდი რასელის რაც მოხდა, ეგ იყო რომ აქაც აჯობა. იმის მიუხედავად რომ უქმეები როგორ დაიწყო, ხო თითქოს ბოლაში არის უკეთესი. ხო, ანტონელის პრობლემები ჰქონდა, რასელი რაღაც გამოცოცხლებული იყო, კვალიფიკაცია მოიგო, პირველი სტინტი საუცხოო ჰქონდა, მაგრამ მთელი რბოლის განმავლობაში აშოშმინებდნენ ანტონელის, რომ იქ ლანდოსთან არ დავყარგოთ პოზიცია, ერთმანეთში არ გაერთოთ. ანტონელის უფრო მეტი შანსი ექნებოდა ჰამილტონთან, ასე მგონი. ვიდრე რასელს ჰქონდა, იმიტომ რომ როგორც კი დაასწრო ანტონელი ამას რასელს. მომენტალურად იმხელა გეფია იყო, იმხელა სხვაობა იყო, რომ მე გაჩერდა უბრალოდ, თორე არ გამოვრიცხავ, რომ პირიქით ჰამილტონზე დაწევა დაეწყო. უბრალოდ Mercedes-ში ვერ ეტყოდნენ რასელს რომ გაატარეო, იმდენად დაძაბულია ეს გააგრძელებს რასელი. ცოტა ხანში ეტყვიან კიდე. ხო, ნუ ესე თუ გააგრძელებს და ეხა მართლა, ანუ აშკარად აჯობა აქაც, სადაც წესით და რიგით რასელი უკეთესი უნდა ყოფილიყო. ვარჯიშებზე, კვალიფიკაციაზე ბევრად უკეთესი იყო. ამან გრძელი დისტანცია წარმოვიდა და მომენტალურად არ ვიცი ანტონელი რაღაცა ხო არა, ამ რეგლამენტზე და წელს გაცმულია. ანტონელი არის საერთოდ სხვა ანტონელი. ხანდახან მგონია რომ ანტონელი არ ზის იქ. 19 წლის არის და რებს აკეთებს ტიპი. მე მგონი ბოლინგტონსაც ისე ლუისი გონია ხოლმე. ხანდახან ისი ატარებს თავის ბოლიც რომ. ან შერას ფიქრობ ისე კიმიზან. ისე შენთვის აი ვინ არის ყველაზე ისეთი აი ახალი სახეები, თუნდაც წელს პრინციპში ერთი დებიუტანტი ყავს ლინდბლადი, მაგრამ აი ბოლო წლებში ვინ შემოუერთდა ფორმულა 1-ს აი ვინ არის შენი ტოპ 3 გვიხარი, საინტერესო იქნება. ტოპ 3 ახალგაზრდა დამრბოლე. ჰაჯარი, ალბათ. მესამე თუ პირველი? მეორეს დავაყენებ. მეორეს დააყენებ. მესამეზე ლინდბას დავაყენებ და პირველზე ალბათ ანტონელის. ყველაზე დიდი ტალანტი და სიჩქარე მაინც ანტონელიმ გამოიჩინა. თუმცა ჯერ ბევრი აქვს სასწაული. აი ტრეკ ლიმიტებზე რო გააფრთხილეს გუშინ რბოლის ტრეკ ლიმიტები აქვს ხო? ბოლის დროს ხო, აი ცოტა ლიმიტზე გადადის ხოლმე და უფრო მეც იღებს ვიდრე შესაძლებელი. მაგრამ ზოგადად ხო ეგ პლუსი არის პილოტისთვის ლიმიტს რო ცდება უკვე. ხო, ნუ ეძებს იმას, რომ დაეწიოს, ეძებს სიჩქარეს, ანუ არ დანებების მომენტია, ალბათ ეგ უფრო. ანუ ხურდება რაღაცაერად აი ბორტოლეტოც ეგრეა ხოლმე რა. და გადავა ნორმალურ ბოლიჩში. 6-ეული რო გავაკეთო ბორტო გავა მე-7-ზე. მადლობა. არა უშავს, ჩემი და ბორტოს დროც მოვა. წავიდეთ მაკლარენში. მაკლარენი შედეგობრივად თუ ავიღებთ სეზონის სტარტს, შვენიერი შედეგი, მე-5 და მე-3 ადგილი. ეს სკორზე თუ შევალ. აი რაღაცა როგორი შთაბეჭდილება რჩება, იცი მაკლარენს რო უყურებ, აი თავს ზემოთ ძალა არ არის რა, აი ეს არის რაც არის. აი ეგ ვარიანტია რა. არა და სუმოლოდინი გვაქვს ხო? ხო, რაღაც კარგას მერე, თუნდაც სუზუკას მოიგებდა. აი მან მართლა უსაფრთხოების მან. ხო, არა პიასტრი მოიგებდა. და აი ცოტა ის არის უცნაურია რა, თან განახლებებიც ახლა პრინციპში ბევრი არაფერი არ ჩაუტანიათ, ვინც იყო ფერარი, იყო ყველაზე მეტი განახლება რა ჩაიტანა და იცი რა არის კიდევ ისო ფერარისთან ვტრიალებ. ესეც ის არის ხო, დადებითად მეტყველებს იმაზე, რომ ესე ტრასაზე, რომელიც მთელი სეზონის ასე ვთქვათ, სარჩევია, ნიშნავს იმას, რომ ფერარი იყო ძალიან სწრაფი და ეს კიდე პლუსია ფერარისთვის. მით უმეტეს ზრავის განვითარების უფლებას თუ მიიღებს ახლა. ეგეც სხვანაირად იმოქმედებს. არ ვიცი, მაკლარენი ვერ მიიღებს ძალიან ბევრს, იმიტომ რომ Mercedes-ის ზრავი ძალიან კარგია. ამ ხრივ ცოტა Mercedes-ის კლიენტები, რომლებსაც განვითარება სურთ, იგივე Williams-ი ცოტა ცუდ დღეში არიან რა. და ჯამში, არ ვიცი, ლანდო მომწონს ძალიან წელს, როცა რბოლას ამთავრებს, იმის მიუხედავად მე-4-ზეც რომ გასულიყო, არ ვიცი, იწვალა, ყველაფერი გააკეთა. ახლოს იყო Mercedes-ებთან, ხო, ვერ იტყვი, რომ რაღაც 20 წამი და პიასტრისთან ამხელა სხვაობა. პიასტრისთან დიდი სხვაობა.
არ ბოლო ტემპში არ ძალიან. ვიცი, რაღაც პიასტრი მგონია, რომ ცოტა ფსიქოლოგიურად ძალიან აი დაახლოებით ბალანსზე ჭირს იგივე რაც რასელს. აი ვერ პოულობს პარამეტრებს, ვერ პოულობს მოჭიდებას ტრასასთან. თან აი როგორ თქვა, ცოტა პრეტენზიული მრბოლელია ტრასასთან მიმართებაში ოსკარი რა. ანუ არ არის უნივერსალი. ირგებს, ისე ირგებს, რომ თუნდაც ესპანეთში. ხო და ამიტომაც ხო არ ვიცი, რაღაც მე არ მგონია მარტო კომპლექსური პრობლემაა პიასტრის შემთხვევაში, ესე მგონია რა, ანუ შარშანდელი წაგებული ტიტული გამოყოლილია, რა თქმა უნდა, რამხელა უპირატესობა გაანიავა ხო ოსკარს. ისე შარშან ვისკენ იყავდათ. უფრო ოსკარისკენ ალბათ. ისე ზოგადად მაქსი ოსკარი ლანდო მაქსი ხო. ანუ შენი საყვარელი ბოლელი როგორც ვიცი ფერსტაპენი. მაქსი კი. ჩემპიონატს შევხედოთ ხო, მოდი რა ხდება ჩემპიონატში. ჰამილტონმა საკმაოდ დიდი უპირატესობა გააქვს, რო ასე ვთქვათ 25 ქულის ამოღება ერთ რბოლაში, ეს ხუმრობა არ არის, იმიტომ რომ სხვაობა კოლოსალური იყო ანტონელის და ჰამილტონის შორის და ეხლა სხვაობა უკვე არც ისე დიდი არის, 41 ქულა ხო? არაფერი არ არის უკვე, თუმცა იყო 66 ქულა განსხვავება. პიასტრის რამდენიმე რბოლაში დაუკაჩეს ეგ. ხო, ანუ ანტონელისთვის ეს სერიოზული დარტყმა იყო ჩემპიონატში, შეგვიძლია ესე ვთქვათ, ანუ 25 ქულა წააგო უშუალო მდევართან და თანაგუნდელთან 18 ქულა და ზუსტად 50 წაგებს რასელთან. ხო და წარმოიდგინე ხარ ბოლას რო იგებ და შენი თანაგუნდელი მეორეზე გადის, სამი რბოლა გჭირდება, რომ ამ ხელა უპირატესობა ამოიღო 18 ქულიანი და 25 ქულიანზე საერთოდ 4 რბოლა გჭირდება და აქ ერთ ბაშად ერთ რბოლაში ლუისმა 4 რბოლის უპირატესობა ამოიღო, კი და რასელმა 3-ის. ამიტომ ანტონელი შეიძლება ევროპულ რბოლებზე ცოტა მეტი წნეხი გაუჩნდეს და რაღაცა ინერვიულოს, ხო. თუმცა არ ვიცი, მონაკოში იმდენად, ანუ მან მეორე ისიც მაქვს რა, იმდენად არ უნერვიულია ტიპს მონაკოში და იქ თქვა თვითონ ცოტა ვინერვიულეო, არაფერი არ ეთყობოდა რომ ეს ნერვიულობდა. რა არის აი ანტონელის შემთხვევაში, ჯერ არავინ არ თხოვს რომ ჩემპიონი გახდეს რა. არავინ არ წნეხავს ჯერ. ხო, ეგ მოხდა ძალიან უცებ, ხო? ანუ ვინმე იტყოდა რომ სეზონის სტარტზე ანტონელის ამხელა უპირატესობა ექნებოდა ყველასთან. ხო და აი ეს ცოტა კიდევ უმსუბუქებს რა ამ ყველაფერს. აი მე მგონია რასელი უფრო სტრესში იქნებოდა, იმიტომ რომ რასელისგან ელოდებიან უკვე მაგ ყველაფერს რა. აი რასელმა რო წააგოს ესე ჩემპიონი უფრო სირცხვილია, ვიდრე ანტონელიმ რო წააგოს რა. ბევრად მეტი გამოცდილება. კი, აი ზუსტად მეტი მე წონა. მგონია რომ ანტონელი რომც წააგოს არაფერი სეზონი, აი არაფერი რა. კიდე იქნება 1000 შანსი. 156 ქულა, 115 ჰამილტონს, 106 რასელს და ლეკლერი იქ ჯერჯერობით არის მეოთხეზე, თუმცა როგორ ჩამორჩა უკვე თავის თანაგუნდელთან 40 ქულას აგებს წარმოიდგინე. ჰამილტონი დარჩა ერთადერთი პილოტი პიერ გასლისთან ერთად, რომელსაც 6-ვერ ბოლაში, უბრალოდ 7-ვერ ბოლაში ქულა აქვს აღებული. ანტონელი იყო ასევე 6 ბოლაში ქულით, მაგრამ მეშვიდეში უკვე ვეღარ აიღო. ოკონია ვინც ყველა რბოლაში ვიღაც გადააგდო ოკოს 3 ქულა აქვს საერთოდ. 3 აქვს ბიჭო მეტი რა. ბიჭო საშინელ ფორმაში არის. ოკონი ბერმანიც უკვე როგორ ჩამორჩა. გასლის 41 ქულა აქვს. რა ამბავია? არა ოპინი. აჯარზე წინ არის ძმაო გასლი და შენ კიდე გასლიო. გასლი თუ არ ახსენე, ამბობი უნდა ახსენე. აწყობენ ჰას და იპოვის ტრასაზე რაცა და მთელი სეზონი ხო ერთად იყვნენ, ეხა უბრალოდ დეგრადაცია დაეწყო ჰას და გაიქცა გასლი ოკონს. ოკონი არის ჩემპიონში 16 და გასლი მერვეზე. აჩუქეს პოდიუმი მონაკოში. მათე ისე აი წნეხის მხრივ რა. როგორ ფიქრობ, ანუ აი ქონია იქ მომენტი, წნეხის მომენტი. აი თუნდაც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ან ტრასაზე, აი რომელ ტრასას გაიხსენებდა რომელიმე რბოლა, სადაც აი ყველას ძალიან ინერვიული. ალბათ პირველი რაუნდის პირველი რბოლა რა. ფორმულა 4-ს გულისხმობ. ფორმულა 4-ში. ანუ ახალი რაღაცა არის, ბევრი მაქვს სასწავლი და სტარტზე აბსოლუტურად ლოგიკური და აბსოლუტურად ნორმალურია. საერთაშორისობრივი მომენტია. კი, ადამიანი ზოგადად ახალ სამსახურში რომ მიდის ისე და ცხოვრებაში, ყველა ვარიანტში ნერვიულობს პირველი დღე როგორი ექნება და წარმოიდგინე, როცა ამ სიჩქარეზე იწევს ბრძოლა. თან რამდენი კონკურენტია, რომელიც თან ყველას რო ერთი მიზანი აქვს. კი, კვილებ დაკარაჭილი. პატარა პირანიები ელოდებიან თავის შანსს. კონსტრუქტორებში Mercedes-ი 262 ქულა, Ferrari-ს 190, McLaren-ს 151 ქულა, Ferrari-მ და McLaren-მა 7 ქულით მეტი აიღეს ვიდრე Mercedes-ი. აი ასე.
პირველად სეზონში Mercedes-ზე მეტი ქულა წვეთი წყალში. ვიღაცამ, კი, აი Red Bull-ი არის ძალიან ჩამორჩენილი, უკვე 99 ქულა აქვს, ანუ კოლოსალური სხვაობა არის, თუმცა Red Bull-მაც უფრო მეტი ქულა აიღო, ვიდრე Mercedes-მა ამ რბოლაში. ხო, არა Mercedes ერთი მანქანის გათიშვა ძალიან ძვირად დაუჭდა. Alpine, ან გახსოვს, რომ ვიძახდით, რომ გასლი მარტო. მარტო აღარ არის. კოლაპინტო ყავს, რომელიც ასევე იღებს ქულებს, 57 ქულა აქვს Alpine-ს. Racing Bulls 41, ანუ საკმაოდ დიდი უპირატესობა აქვს უკვე. ისე Alpine-ზე გაიგეთ ის ჭორები, Fernando Alonso შეიძლება დაბრუნდესო და ანუ ცოტა ორივე ანუ არ ვიცი, კოლაპინტო იმსახურებს თუ გაშვებას შემეცოდება, რომ ეხა თუნდაც Fernando-ს გამო კოლაპინტო რომ გაუშვან გუნდს. იქნებ სხვა პოზიციაზე უნდა. არ ვიცი, ანუ მრბოლელად იყო იქ და ამ სხვა პოზიციაზე. Fernando წარმოგიდგენია სხვა ბოლელის განზე, ხო, მე ვერ წარმოვიდგენ. რადიოში ან სარბოლო ინჟინერი იქნებოდა ძალიან საინტერესო Fernando Alonso თავის ბასში. მრბოლელებით შავენ ხოლმე რადიოს და იქ ის გავდა რადიოს, რაც გინდა ისქენი. Do whatever you want, ესე. ესპანურად არ ვიცი, როგორ არის თავში ქვა გიხლია. ახლოვებით, ეგ It's ტექსტი. tone in your head. Alpine მოკლედ მე-5-ია, Racing Bulls-ი მე-6, Haas-ი მე-7, 21 ქულით, Williams-ი 11 ქულა, ხო რაღაც გაიშალა უკან. პელეტი. კარავანი, ხო? Audi-ის პირველ ბოლაში ქულა რო აიღეს, იმის მერე არც აუღია. არა და ისევე. არა და ყოველ რბოლაში რა ახლოს არიან ქულებთან და არა, ქონდათ ეს ტემპი, ქონდათ კი. ახლა. ბოლოში როგორ წარმოუდგენელი რაღაც. კი, ანუ მონაკოშიც. მონაკოშიც, ანუ ჩინეთი გაიხსენე აუკია. აუკნეს სტრატეგიულად. ხო, არა, ბევრად მეტი უნდა კონდეს აუდის ახლა ანგარიშზე, კი, ორი ქულები. ბოლელი რო ყავდა. დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა პორტოლეტო არ ჩერ არ მოგწონს? თუ არიცი ჯერ უბრალოდ რა ტიპი არის? აი ნეიტრალურად ვარ. ისე ხო არც მომწონს, არც არ ჩანს ბჭო, არ ეძლევა საშუალება. მონცა გაიხსენე ფორმულა 2-ის პორტოლეტოს. ბოლოდან მოიგო მართალია. ჩემპიონი გახდა, ჰაჯარს მოუგო. მეტი ახლა აი ხო, როგორი უცნაურია, ხო? აი ეს ყველაფერი, რომ ფორმულა 2-ის ჩემპიონია და საერთოდ არ გვიწევს საუბარი ფორმულა 1-ში, ანუ რამდენად განსხვავება ტექნიკის მხრივ, ხო? ხო, რა თქმა უნდა. თუ გაგიმართლებს, ისე აი უცებ ვიტყვი რა ფორმულა 2-ს რო შევეხოთ, რა რამდენი ხანი გახსოვს იყო ეგ პერიოდი, რომ ფორმულა 2-დან არავინ არ გადმოყავდათ რა. აი რაღაც პერიოდი იყო და აი რაღაც მხრივ ვიცი ის მერე შეიცვალა ყველაფერი. Liberty Media-ს მე. არა, აი საინსი რო ჩაანაცვლა ბერმანმა რა. თურმე გამოჩნდა რომ იქაური ბიჭები ძალიან მაგრები არიან. კარგ ბოლიდში, ანუ მუდმივად ფორმულა 2-ის პილოტი გადმოდიოდა რაღაცა მაჩანჩალა გუნდში და მინარდით ხო, ვერაფერს ვერ აკეთებდა, არ ჩანდა, რა უნდა გააკეთო ახლა 5 წამს რო აგებ შემდეგ გუნდთან, როგორ უნდა მოუგო ხო მაგას? რაღაც მხრივ საინს მადლობა უნდა უთხრან, მე მგონი რომ თავის მანაწლავის ოპერაცია გაიკეთა. თან როგორი ორი პილოტი გადმოიყვანეს, გავიგეთ რომ მეგა ტალანტები არიან ანტონელის და ბერმანიც, მაგრამ ათეულში რო არ იყვნენ არც ერთი. ხო, ფორმულა 2-ში ათეულში არ ვერჩები. პრემასსაც პრობლემები ქონდა, მოდი ესეც. ხო, ნუ ქონდა, მაგრამ მაინც ხო, რამხელა რისკია. კი. შენთვის დღის მბოლელი ვინ იყო? მათე ბარსელონაში. Hamilton. მე მგონი აქ ისევე პიროვნულად თანხდებით, როგორც წინ არ ბოლოზე შევთანხმდით ერთ პიროვნულად აქაც ლუის ჰემილტონ არის საუკეთესო პილოტი გულშემატკივრ ბოლაში. მოდი ჩვენ რუბრიკაზე გადავიდეთ შეკითხვები გულშემატკივრებისგან ჩვენს YouTube-ზე. არ გინდათ რომ ბოლის წაყვანისას ახსნათ ხოლმე ტერმინები, წესები და ასე შემდეგ, განვითარება და ახალი მაყურებლის შეძენა. თუ გინდათ, ვფიქრობ, ბევრად უკეთესი იქნება კომენტირებას შემეცნებითი სახე თუ მიეცემაო. მერე ბოლას ვინ წაიყვანს. ანუ მესმის ახალმა მაყურებელმა მოდი დავასრულოთ, მაგრამ კითხო ახალმა მაყურებელმა საერთოდ არ იცის იმ ტერმინების მნიშვნელობა, რასაც იყენებთ, მაგალითად slipstream-ი, overtake-ი, ასევე რატომ ხდება, მაგალითად ბოლო რბოლაში წითელი დროშები რომ იყო, კარგი იქნებოდა აგეხსნათ რა შემთხვევაში ხოლმე წითელი დროშები, რა ხდება მაგ დროს და ასე შემდეგ. შენიშნა მიღებულია პრინციპში და გასაგებიც. ეცდებით, კი, უბრალოდ ფორმულა 1-ის რბოლა იმდენად ცვალებადია და იმდენად სწრაფად ცვალებადია, რომ რამდენჯერ მქონია მომენტი, რომ რაღაცას დამიწყია საუბარი
და უცებ რაღაცეები ისე ხდება, რომ ანუ უბრალოდ მე კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, რომ გავაგრძელო ისევ იგივე თემაზე საუბარი. აი, დაახლოებით ამიტომ გვაქვს თუნდაც ეს გადაცემა, ხო, ეს პოდკასტი, სადაც საუბრობთ ასეთ თემებზე. კი, გეთანხმებით, შეიძლება ნამდვილად მეტად განვავრცოთ, ასე ვთქვათ, თუნდაც წითელი დროშები რატოა და ასე შემდეგ. მე მგონი შარშან და სეზონში საერთოდ ქონდა, ხო? კი, ისედაც ვამბობთ ხოლმე, რომ თუ ბარიერია დაზიანებული, იმიტომ არის წითელი დროშა, არა, თუნდაც მიღებულია, სრულიად გასაგებია ახალი გულშემატკივრება. უბრალოდ ანუ აქ მეორე თემა რა არის ხოლმე, იცი? ჩვენ რო ყოველ რბოლაში ავხსნათ რა არის slipstream-ი, რა არის overtake mode-ი, რა არის გახსნილებთ რა იყო DRS-ი და ასე შემდეგ. ცოტა გამოცდილი მაყურებელს ექნება უკვე გავიგეთ. ხო, ეგეც და ანუ ეგ მომენტიც არის, რომ ანუ ყველაფერს ესევე იმ მომენტში ბალანს ვცდილობთ დავიცვათ. და იმ მომენტშიც ვამბობთ ხოლმე ხა ზოგჯერ ძალიან ცხადია ხო რატოა წითელი დროშა ხა მონაკოში როცა ტრაექტორიაზეა მანქანა და ფიზიკურად ვერ გაივლის ვერავინ ხო იქ წითელი დროშა უნდა ეგ თვითონ ფიაშს არიციან ხოლმე როდის უნდა გამოუშვან აგერ იმ ხელა სკანდალი მოყვა მაგ ყველაფერს 2021 წელს რომ მოკლედ მიღებულია ვეცდებით კიდევ უფრო მეტად შემოვიტანოთ ეს ყველაფერი რეპორტაჟის დროს და მადლობა ესეთი გულწრფელი შეძლებს და გვარად ვეცდებით KK საბას შეკითხვა როგორ ფიქრობთ რომელია საუკეთესო ჩაფხუტი ლუისის ბოლო ტოპი იყო მათეაბა ყველაზე ლამაზი საერთოდ ისტორიაში რომელი ჩაფხუტია შენთვის ყველაზე ლამაზი საერთოდ ფორმულა 1 ისტორიაში აი საერთოდ რაც ვინმეს თავზე რა სპეც ლივერით თუ მოდი ორივე ვთქვათ ერთი სპეცი ვთქვათ ერთი ტრადიციული ან ტრადიციული რა ანუ სეზონური რაც არის რა სტანდარტულიას წატარებენ სხვათაშორის წლევანდელი ანტონელის ჩაფხუტი მომწონს კი ცოტა რაღაც კლასიკურს და თანამედროვეს შორის თან იტალიურ ფერებს კი ხო მაგიტო ვეძახი ანუ ადრე უფრო იყო რაღაც ძალიან ესეთი კვეთრად გამოყოფილი ფერები ქონდათ თეთრზე დატანებული ძირითადად დროშების და ეხლა გაქრა ეგ და ანტონელიმ აქვს ეგ კი ხო ისე ხა ვიხსენებ აი კიდევ ის აქვს რაღაც ნაციონალურ ფერებში ჩაფხუტი მაქს ალბათ მაქს უფრო იოსის ჩაფხუტი პორტოლეტოს არა აქვს პორტოლეტოს ტოლეტო ხო აი რა ვერ მოიშორე ხო ბოლოს მაინც შეგიყვარდება ხო იცი ან ჩაფხუტის გამო ისე ჩაფხუტის ფერების გამო ხო არა კიმის აი ზუსტად აღნიშნე ხო აი ეს კლასიკა დააბრუნა რა რაც იყო თუნდაც პროსტიც ხო იყო ეს ლურჯი და თეთრი შუმახერის ჩაფხუტი გერმანული დროშა ეხატა კულთარდი საერთოდ დროშა ხო ეხა რაღაც გაქრა ხო ლანდოს არა ირვაისაც ირლანდიური ფერები ძალიან მასშტაბ წითელი ფერი იყო სხვანაირი რა პიასტრის არა აქვს რაღაც ავსტრალიაში პიასტრისაც აქვს პიასტრის ვერ ვიხსენებ კიდე დანარჩენს ხო შენთვის ალბათ აი სეზონური ჩაფხუტი ფერარიში ფეტელის ჩაფხუტი რო იყო თეთრი გერმანული აი ფეტელს ხო და ფერარის ლოგოთი ანუ აი რაღაცა საოცარი ჩაფხუტი იყო ეს სპეცებიდან ალბათ ჰამილტონის ყველა რაღაცა საოცრებებს აქვს იაპონიაში იასამნისფერი ჩაფხუტი რო ქონდა გახსოვს უბრალოდ მასე ეხლა მონაკოში მონაკოს ჩაფხუტი საერთოდ შედევრი იყო ხელოვნების ნიმუში იყო ალბათ ერთადერთი სპეცი რომელიც ჰემილტონის ამომეწონა ლას-ვეგასის რომელი იყო არ მახსოვს მისავით რო იყო გამახსენდა ხო მე ისიც მიყვარდა ჰამილტონის ბობ მარლი რო ეხადა დოეთის გრან-პრიზე რო ან მაგარი ხო ზოგადად ლუის დიზაინი და ფერის შერჩევა რო არ ეშლება ესეც ძალიან ლამაზია ეს რაც აქვს სტანდარტული ეს მოდენას ფერებში ეს ჩაფხუტი ანუ ჩაც გავსი რაღაცეები არის ლუის ხო ლუისმა რო იცის მაგაში ვერ შევეკამათები ჰიპერ მოდაში არის ლუის ხო ვიხსენებ არ ვიცი სენას იმდენად მიყვარს ზოგადად სენას ძალიან ეპიკურია ხო აი მართლა ის არის რა რაღაც ეპიკურია ალბათ მაინც აირტონის ჩაფხუტია ჩემთვის საუკეთესო ისტორიულია ხო აი ეგ თამაშობს რა ვაუდას ჩაფხუტი აი არაფერი არ ქონდა ანუ აი ესე უბრალოდ აი ისეთი წითელი ფერი იყო რომ დამთავრდა რა და სპეცებიდან გახსოვს მუზარადი რო ქონდა ფეტელს აი რკინის ჩაფხუტი რო იყო სუფთა ისეთი რაღაც ხის იმეებით და ფეტელსაც ჰქონდა გამორჩეული ჩაფხუტები. რო ანათებდა აბუდაბიში ფეტა სერიოზული ჩაფხუტები ჰქონდა ეგეთი სპეცები, მაგრამ ლუისი ალბათ მაინც ლუისის ეს მონაკო და
შანშან წინ ქონდა იაპონიაში სასწაული ჩაფხუტი იყო. აი რავი Daft Punk-ის სოლისტ გავდა მაგ ჩაფხუტი ძალიან მომწონდა მოკლედ ეგ ჩაფხუტი სუქრომი იყო თუ რაღაც ანუ ალბათ ეგ რა მაგრამ აი ეს ფეტელის ის რაღაც ძალიან მუზარადი? ხო აი ძალიან მაქსაც ხო ქონდა რაღაც გავსი მუზარადი. კი აი უბრალოდ ეხა ვერ ვიხსენებ რა ძალიან ბევრჯერ ქონდა თქო ცვლილება ლანდოს არა და აი ზუსტად ეგ არის 90-იანებში და 2000-იანების დასაწყისში საერთოდ არ ცვლიდა. ფეტელი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ესე დაიწყო ყოველ რბოლაში ახალ-ახალი ჩაფხუტის. ხო ალბათ სებმა და ლუისმა შემოიტანეს ეგ ტენდენცია რომ შეეცვალათ ჩაფხუტები. დაჩის შეკითხვაც ნახოთ, ორი კითხვა მაქვს, რას ფიქრობთ? საშიშია თუ არა ჩემი ჯანმრთელობისთვის ამ სეზონზე ალონსოს და ლეკლერის გულშემატკივრობა. ოკეი. ლეკლერის განსაკუთრებულად საშიში არის, ალონსოზე შეგუებული ხარ რა, უკვე იცი რომ გაჩერდება რა. ხო, და ლეკლერის საშიში არის ზოგადად ლეკლერის გულშემატკივრებისთვის წლევანდელი სეზონი. და მეორე შეკითხვა რომელია ამ დროისთვის ტოპ 5 პილოტი. მოდი მათემ ჩამოთვალოს. იცი დავიწყოთ. ამ დროის 20 პილოტიდან ტოპ 5. აი ამ სეზონის. 26. თუ ამ დროის, თუ ამ სეზონის. ამ სეზონის. ალბათ. ჯობია. ანტონელი? ანტონელი პირველზე? არა, უბრალოდ უბრალოდ ხუთეულს ჩამოთვალე. ალბათ ჩვენც ეგრევე. თორე ანტონელი, რასელი, ჰემილტონი, მაქსი ალბათ. მაქსი და ნორისი რა. წლევანდელი გამოსვლის მიხედვით ჩამოთვალო? როგორც გინდა. აი მოდი წლევანდელი გამოსვლის მიხედვით ჩამოთვლი, ოღონდ პოზიციების გარეშე. ჰამილტონი, ანტონელი, რასელს აი ვერ შევიღო. წელს. ნორისი, მაქსიც ვერ შემყავს. რა ვქნა? ანუ შეიძლება სიგიჟე არის, მაგრამ ანუ მაქსიც ვერ შემყავს. იცი სად გეთანხმები რომ მაქსი ჩვენ სუსტი მანქანით გვინახავს და აი მართლა თავსი კლავდა ისე და ეს რაღაცა უმოტივაციოა. ალბათ ანტონელი, ლუისი, ნორისი, გასლი ორტოლეტო და აგვირგვინებანენ. ოლია. აი ამ ხუთს გამოვარჩევდი ამ 22-დან წელს რა. ეხლა პირველი 7 რბოლის მიხედვით. ანტონელი ჩემს უდავოდ პირველი. ცოტა სიგიჟე არის ალბათ გასლი და ლოუსონი, მაგრამ ანუ ფორმიდან გამომდინარე მსახურებენ და ეხლა მოდი დაჩაგრე. როგორია? ანტონელი, ლუისი, ლინდბლადი. იმიტომ რომ როგორც დებიუტანტი. ხო, არა, ძალიან ლეგიტიმური არის. ხო, ნორისი აუცილებლად წელს რომ მომწონს მე მგონი ეგრე არა. ლეკლერი არა. ლეკლერი არა, ვერც ლეკლერი, ვერც რასელი, ვერც მაქსი ვერ შეყავს. ვერც ჰაჯარი ვერ შეყავს, ამ ჰაჯარს ახლოს ხავა. ხო, რაღაც, აი ჰალკი რა. ჰალკი მაინც 0 ქულიანი ჰალკი. ანუ ფურცელზე 0 ქულა აქვს, მაგრამ აი ბოლო რბოლები რო ავიღო, ანუ თუნდაც ეს კვალიფიკაციებში ამასაკის ჰალკიც არ არის პატარა, ხო? პატარა ნაღდა. ანუ აი რაღაც პერესისთვისაც მინდა ადგილი დავიტო, მაგრამ პერესი კიდე მგონია რომ ბოტასის ფონზე კიდე უფრო კარგი ჩანს რა და აი ჰალკი, ნუ თავზე ხტება, ანუ არ ვიცი, კვალიფიკაციის დროსაც ესეთი კარგი, რბოლაშიც ესე ტემპს არ კარგავდე და ვერ ვაბრალებ რა ერთად შეცდომას რომ ჰალკის ბრალ გავიგე საინს და ეჯახა და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეგეც ხო, მაინც ლუკენბერგი ალბათ რა. ესე იგი შენი არის ჰამილტონი, ანტონელი, ნორისი, ეს სამივე შევთანხმდით. ლინდბლადი და ჰალკი. ლინდბლადი და ჰალკი ხო. გასლი ხო არ შეიყვანო, რა უნდა გააკეთოს გასლი, რომ ერთხელ შეიყვანო სადმე. ფეხით მართლა დადგეს პოდიუმზე და არა ის საფრია. DHL-ით გაგზავნილით. შემდეგი რბოლა გვაქვს უკვე ავსტრიაში 27-28 ივნისს. კვალიფიკაცია იქნება 27 ივნისს 18 საათზე თბილისის დროით, ევროპები ალბათ ესე იქნება ტრადიციულად. ხო, 5-ზე ქონდა ხოლმე. ხო, 18 საათზე გადაიტანეს, 28 ივნისს რბოლა იქნება უკვე 17 საათზე თბილისის დროით. პირველად 1970 წელს ჩატარდა, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებულ კონფიგურაციაზე, ოსტერაიხ რინგი ერქვა მაშინ და გაცილებით უფრო გრძელი იყო და რაღაც შემოვლითი გზებით დადიოდნენ სოფლებში და დაბრუნდა ამ კონფიგურაციით, როგორც ახლა არის 1997 წელს ეს რბოლა. ისე ცელტვეკში იყო 64-ში. ერთი რბოლა იყო მე მგონი.
ხო, ერთხელ 64-ში პირველი ავსტრიული რბოლა ცელტონში იყო და იყო ეგ ერთადერთი. ვინ მოიგო? ლორენცო ბანდი. ბანდინი გებს ეგეთ ჩვენ ბოლოს. დღეს ლაპარაკობდით ბანდინი. ისტოდ. 70 წელს ჩატარდა, ტრასა არ არის გრძელი 4 კილომეტრი და 326 მეტრი, თუმცა არის ბევრი ამაღლებები და ასე შემდეგ. და ლამაზია. და ლამაზი არის. ისე მათ შენთვის რომელია ყველაზე ეს ტოპ 5 ტრასა გითხარი ფორმულა 1-ის შენთვის. და რომელზეც სიამოვნებით ივლიდი და ეგეც გითხარი რა მანქანით. უკვე იარა. Silverstone ბარსელონა ვიარე. ალბათ ორი ჩემი ფავორიტი არის, რაც ჯერჯერობით შერულები რაც კალენდარში გვაქვს ფორმულა 1. კი. ზანდურტიცნას შერულები ხო, ზანდურტი ეხა გიწევს კიდე. ეხლა რბოლაც მიწევს ხო? მაგრამ ზანდურტს ალბათ ვერ შევიყვან ხუთეულში რა. მაინც Red Bull ringi, ავსტრია, რაც მოგდის. სპა მონცა. Spa ნაკლებად, ალბათ მონცას მონცა შევიყვან. Spa ისე ძალიან არც არ მომწონს რა. ხო? რატო? ჩემი აზრით საინტერესო. ცოტა overrated. მართლა? ვაუ. საინტერესო მოსაზრება. ხო, ალბათ პილოტის თვალით განახული მაინც ხო, სხვა. აი მონაკო. არ მოგწონს. არ მომწონს რა. საყურებლო. დიდი შემოვნებით მოიგებდი, მაგრამ სასიარულოდ ყველა სასიამოვნო. ხო, ანუ შენ მაინც ანიჭებ იმ ტრასებს უპირატესობას, სადაც გასწრება შეიძლება. გასწრება და ხო, სადაც ტექნიკური რა. ხო, სადაც საშუალება იმის, რომ ხო, მონცა ალბათ. მონცას პირველი მოსახვევი მგონია, რომ აი მანდ რო დავამუხრუჭო იმ სიჩქარიდან, რა სიჩქარიდან სამუხრუჭებენ და რა სიჩქარემდეც. ჩემი თამაში ხო იცი მე როგორ მგონია, რომ სადაც იმ ლესმოერთში დავარდება ტვინი. ზუსტად ეგ მაქვს ხოლმე, ანუ კვალიფიკაციას მანდ თუ კარგად შევედი, მიფრთხილდით ლესმო 1, ლესმო 2, ასკარი და ასე შემდეგ. პირველი მოსახვევი მგონია არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსახვევი კალანძო. მონცას. თან ეგეთ ტრასაზე, სადაც არ გაქვს გამოსწორების დიდი საშუალება, ხო? ანსია იგრევე მარცხენა მოდის, თან ელი ეგეც, ანუ მაქენა თუ ამოვარდი რითმიდან დაამთავრდა ნახვამდე. ერიქსონი მაგზიმუმ. GT3-ში რო იყო ახლა დიდი ინციდენტი ნახეთ პირველ მოსახვევში. მანდ რომელი წელი იყო აღარ მახსოვს როსბერგი რომ ოფრინავდა. აი მაგ მოსახვევში ლეგენდარული Verstappen-ი Hamilton-ის მანდ ლეგენდარული თუ ვინმეა, მოდი მარკუს ერიქსონი. მარკუს ერიქსონი. ახურა წიგნი. ეგ აქვს ნანახი ამოკირავებულ სიტუაციაში ეგ მონაკვეთი. თუმცა ეგეც აღნიშნოთ ხო DRS-ი არ დაიხურა მაგრამ მარკუს ერიქსონის ბოლიდზე. ყველაზე სწორ მონაკვეთზე ხო ალბათ, ყველაზე სწრაფ მონაკვეთზე ალბათ ბაქოს მერე ხო, სადაც შეიძლება DRS-ი არ დაიხუროს, არის ნატრები. კოშმარი არის ალბათ მან DRS-ის არ დახურვა. 71 წრე გვექნება და 21 რბოლა არის ჩატარებული ამ კონფიგურაციაზე და 11 ჯერ არის პოულის ფლობელი გამარჯვებული. ანუ უფრო მეტი შანსია რომ პოულზე თუ დგახარ მოიგებ რბოლას, ვიდრე ნაკლები შანსია. მე მახსენდება Verstappen-ის და Leclerc-ის ბრძოლა ამ ტრასაზე, აი ეგ იყო აი რა მარტო. ჯარიმა ხო არ იყო ისე ეგ. ორივე ირწმევინებოდა მან. უბრალოდ ხა არ მახსოვს Apex-ზე წინ ვინ იყო. ორივე მაგრად ირწმევინებოდა. ხისტი მან Verstappen. Leclerc-იც ძალიან ხისტი იყო. ხო, მაგრამ ნუ ჯამში გამოვიდა ისე რომ მაქსმა გადააგდრო. თან ცოტა რამე კურსი, აი მაგ სტატისტიკიდან გამომდინო, ძალიან გასწრებადი ტრასაა. გასწრებადი ტრასა არის, კი, საკმაოდ. არ არის ეს ესპანური. Verstappen-ისთვის არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ისე ტრასა. მადლობა ხუთი მოგება აქვს. დიტრიხმა შეცმა დააბრუნა ეს ტრასა კალენდარში. Red Bull-მა დააბრუნა ეს ტრასა კალენდარში და ამის მერე რეგულარულად ტარდება, ნუ დომინირებს Red Bull-ი. ნახოთ Verstappen-ი დომინირებს, იმიტომ რომ რეალურად 5 მოგება აქვს Verstappen-ს და მეორე ადგილზე მოგებებში არის 2 მოგებით ჰაკინენი, შუმახერი და როსბერგი. იმ დროიდან მოყვა. ბოტასთან და ჰამილტონთან ერთად, ან მოქმედ პილოტებიდან ბოტას და ჰამილტონს აქვს კიდევ 2-ჯერ მოგებული. ნახოთ კიდე მესამეც თუ ესეთ ფორმაში იქნება ლუისი. ანუ ვიღაცისთვის შეიძლება პირველი იყოს Mercedes-იდან. მაკლარენები მაკლარენებიც არ არის გამორიცხული. ნორის აქვს მოგებული მოქმედ პილოტებიდან, კიდე რასელს და ლეკლერს. ლეკლერიც არ არის. ანუ პიასტრისთვის და ანტონელისთვის შეიძლება აღმოჩნდეს. აღმოჩნდეს პირველი. აი პიასტრი ძალიან. ესეთი ფორმა. თან ზოგადად Mercedes უჭირს ხოლმე ავსტრიაში. უჭირდა. სანამ აი სიცივის რაღაცა იმას არ გამოიყვანდნენ. ფორმულას. ხო, რო აცივდა და რასელმა მოიგო, ეგ იყო ალბათ Mercedes-თვის ნათელი წერტილი. თეთრი დათვები ხდებოდნენ ავსტრიაში. მოკლედ დაველოდოთ ავსტრიის გრან-პრის ფენტეზისაც შევეხოთ, კატასტროფული რბოლა ჰქონდა ფენტეზიში მე და პაატას. ბერმანი გამოეთიშა, ბერმანი მყავდა, ბოტასი მყავდა, ანტონელი მყავდა და ჰალკი მყავდა.
ხო. 5-დან 4 გამოეთიშა. მართალია იქ ცოტა გამიმართლა ანტონელი და ბერმანი მაინც კლასიფიკაციაში მოხვდნენ. მაგრამ მაინც წავაგე 2 ქულით შენთან. ხო და წარმოიდგინე რამდენი ქონდა 79 და 2 ქულით რო აგებ მე რამდენად ხო შენიც მეც რამდენად კატასტროფულ მდგომარეობაში ვიყავი ხო წარმოგიდგენია ანუ მე რეალურად მიშველა ჰამილტონის მოგებამ იმიტომ რომ ფერარი და მერსედესი მყავს მე მერსედეს და მაკლარენი ხო ჰალკი ბოტასი მყავს მეც ლეკლერი X2-ზე ხო ყავს ხო ლეკლერი X2-ზე მყავს მაშინებს ლინდბლანდმა მომიტანა კიდე კარგი ქულები ო ლინდბლანდ მაგან მიშველა ძალიან და რატო გავაგდე და ბოლოსკენ უკვე რაღაც 10 წუთი იყო დარჩენილი, სადაც გავაგდე პერესი, აგდე ხო მოვიყვანე გაბრიელ ბორტოლეტო. ხო მოგიტანა უფრო მეტი ქულა ვიდრე პერესი. ქულა მომიტანა. ანუ შენ მიდი მე ბორტოლეტო ლანძღე და იყავი. ამდენი წაურთმევი. ბორტოლეტო მოგაგებინა ძმა. 97 აქ წართმეული და ერთი შვიდი ქულა როგორღაც მომიტანა იყო მომაგებინა ერთი რა. თან ისიც თქვა ხო ეს ჯერ გარდამავალი შედეგებია ჯერ არ არის ხო ჯერ შეიძლება წავაგოს მოგიგო შეიძლება საერთოდ ხო ჯერჯერობით 79-91 ვაგებ მაგრამ ფრერო დამთავრდეს ფრერო დამთავრდეს რა პენლები და პორტოლეტოს ხარი მადლობა ისე და პენლებიც ხო შეიძლება რატომაც არა მოკლედ ვისოლის ფენტეზი ლიგაში ესეთი ანგარიში გვაქვს მე და პაატას გარდამავალ წლევანდელი სეზონი უფრო გარდამავალია ხან მე ვიგებ ხან შენ იგებ შარშან დავაწყე ხო შარშან თავიდანვე ჩაგივარდა ასტონ მარტინი ვიყავი ჩვეულებრივი შარშან აპგრეიდები ვეღარ გააკეთებ შენ არ თამაშობ ხო ფენტეზის არ და საინტერესო მე ერთხელ შეიჭრიტე და ნახე აი დრო მოვა და მათე გვეყოლება ფენტეზიში აი ეგ საერთოდ მათე რო გვეყოლება ეგ საერთოდ არ ვიცი ყველას გვეყოლება მთელ საქართველოს. აუცილებლად. მოკლედ ეს იყო გადაცემა ბოქსები ატასთან და ლიოსთან ერთად და მათე კობახიძესთან ერთად, რომელიც არის ფორმულა 4-ის პილოტი და რომელსაც გულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, მთელი საქართველო და მათ შენი გჯერა. დიდი მადლობა. კი, მაგ ზუსტად ლიოს დავეთანხმები, აუბამ მხარს აბსოლუტურად მთელი საქართველო შენთან არის, გულშემატკივრობს და ამით გვინდა რომ რაც წნეხი გაქვს და გქონია ყველაფერი პირიქით მოიხსნა, პირიქით იცოდე რომ ცხენის ძალებს აქედან გიგზავნით ხოლმე მთელი საქართველო. ხო, მათე კობახიძე იყო ჩვენთან ერთად, გეტყვით იმასაც რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100%-ით ნატურალური ენერგეტიკული სასმელი შევხვდებით ავსტრიაში. ჩაო. კარგად.